სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33 კონსოლიდირებული ანგარიშის კონფლიქტი საქართველოში განხილვა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ. ანგარიში ევროპის საბჭოს გენმდივანმა ალონ ბერსემ წარადგინა, სადაც ასახულია 2025 წლის ოქტომბერი, 2026 წლის მარტის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები და სიახლეები. ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხს, მათ შორის ბოლო დროის უკანონო ქმედებებს. დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. მინისტრის მოადგილემ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება. თავის მხრივ ალან ბერსემ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ვიზიტის ფარგლებში ალან ბერსესა და ლაშა დარსალიას შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა. საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა ჰქონდა მინისტრთა კომიტეტზე დეტალურად მიმოვიხილეთ არსებული ვითარება, ჩვენ წარვადგინეთ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს ქართულ მხარეს, ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვისაუბრეთ იმ დინამიკაზე, რომელიც არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებაში. შეხვედრის ფარგლებში დელეგაციებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი მინდა გაუსვა იმ ძლიერი მხარდაჭერას ატმოსფეროს, რომელიც სუფევდა მინისტრთა კომიტეტის დროს. ასევე აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შეხვედრა გენერალურ მდივანთან, საკმაოდ დეტალურად მიმოვიხილეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, მიმოვიხილეთ არსებული უსაფრთხოების გარემო და ის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მდგომარეობა.